არაფერი აბერებს ისე, როგორც ძვირფასი სამოსი. თქვა კოკო შანელმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი ერთკაბაში მთელი თვის ხელფასი გადაიხადო, იმისთვის რომ კარგად გამოიყურებოდე. ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდები ამოდის. ბოსი, ლევისების ჯინსები ამოდის ძირითადად ლევისებს ითხოვენ. მაიკებიც ხარისხებიანი მოდის. ერთი განსაკუთრებული მომენტი აქვს ის, რომ უზარმაზარი არჩევანის თავისუფლება გაქვს რა. ამავდროულად არის ყველაფერი ფერადი, ჭრელი. ვინტაჟი, სამოსი წარსულიდან, სამოსი, რომელსაც სიძველის და ნაფტალინის სუნი ასდის. ის ბევრ ადამიანს იზიდავს, მათ შორის ისეთებსაც, ვისაც მოდურად და საინტერესოდ ჩაცმა უყვარს. საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები. ასეთი მაღაზიები სამოთხეა მათთვის, ვისაც იაფად და გემოვნებით აცვია. დღეს მე შევარჩიე აი ესეთი ვინტაჟის სტილის კაბა, რომელიც ძალიან დიდი მოწონებით ისარგებლებდა ესეთ საიტზე lookbook-ი, სადაც დიდი მოწონებით სარგებლობს ისე ვინტაჟის სტილის ტანსაცმელი. ჩვენ დღეს ძალიან ადვილად შეგვიძლია და ძალიან ხელმისაწვდომია ჩვენთვის ვიყიდოთ ასეთი პროდუქტი მეორად მაღაზიებში. ევროპული საქონელია სხვა თუ არაფერი და გაცილებით მაღალი ხარისხისაა, ვიდრე დაუშვათ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება ბუტიკებში ან სხვა კიდევ ლოკალურ დიდ მარკეტებში. ზეზე კიდია ხა მთელი დღეები და არ ხუნდება. ერთი თურქული რო გაგიდო, ხელათ იმას იზამს, გახუნდება. მოდა არის ის, რაც გადადის მოდიდან. ესეც კოკო შანელის ფრაზაა. უფრო 70-იანი წლების ტანსაცმელს, უფრო რეტრო ვინტაჟის სტილი ძალიან მიყვარს და ვცდილობ რომ აი რაღაცა აღმოვაჩინო ისეთი, რასაც ძვირადღირებულ მაღაზიებში ვერ ვნახულობ ხოლმე. მეორადი სამოსის მოხმარების ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკური არასტაბილურობის გამო მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია. 21 საუკუნეში კი ვინტაჟი მოდის ტენდენციებს აყოლილ ადამიანთან ასოცირდება. დღეს მეორადი მაღაზია საკმაოდ აქტუალურია. იმის და მიხედვით რომ ყველას უნდა რომ იყოს განსხვავებული და რაღაც მასისგან გამორჩეული. მე უკვე თითქმის მივაგენი იმას, რასაც ვეძებდი. ესეთი საროჭკა. უფრო 80-იანი 90-იანი წლებთან ვართ ახლოს. და შევხამე შეულებრივი ჯინსის შორტი მაღალწელიანი. How do I look? Very good. ლარა სპენსერი, ლეონარდო დიკაპრიო და კიდევ ბევრი ცნობილი ადამიანი, ვინც second hands ანიჭებს უპირატესობას. ცნობილი მსახიობები ჯულია რობერტსი და კორტნი ლავი, ოსკარის დაჯილდოვებაზეც კი მეორადი სამოსით გახდნენ. აღმოჩნდა, რომ second hand-ი არა მხოლოდ ჰოლივუდელ, არამედ ქართველ სელებრიტებსაც უყვართ. დადიან, ცნობილებიც დადიან, ზოგჯერ უფრო შეიძლება არაცნობილმა უფრო გაუკვირდეს, ვიდრე ცნობილებს უფრო არ უკვირს და უფრო ხუდულობენ. ხარისხი მოწონთ უბრალოდ. ევროპული საქონელია, ხო, ბოლოს და ბოლოს. ისე თუ ასე. და ბოლოს, მცირე რჩევა მათთვის, ვინც მეორადი ტანსაცმლის შეძენა გადაწყვიტა. კარგად დააკვირდით ჯინსის და ნაჭრის შარვლების სამუხლეებს. რომ ისინი ამობერილი, ხოლო პერანგებზე საყელო და მკლავები გაცვეთილი არ იყოს. თუ ქურთუკის ყიდვას ისურვებთ, აუცილებლად დააკვირდით სარჩულის მდგომარეობას. თუ ეჭვგეპარებათ second hand-ის სისუფთავეში გეტყვით, რომ სანამ სამოს მაღაზიებში განათავსებენ, მას ქიმიური დამუშავება utარდება. თუმცა, ნუ დაიზარებთ და ახლად შეძენილი ნივთი აუცილებლად გარეცხეთ. ბოლოს კი ისევ კოკო შანელს ავესესხები. გახსოვდეთ, საუკეთესო ტანსაცმელი ისაა, რომელიც თქვენ გიხდებათ. A very stylish girl. A very stylish girl. A very stylish girl. A very stylish girl.